მოგესალმებით, ეთერშია მოამბე 12 საათზე სტუდიაში მარიამ ვაშაძე მუშაობს. გამოშვებაში ნახავთ. კალიფორნიაში არეულობა გრძელდება, მასშტაბური დემონსტრაციები ლოს-ანჯელესში და დაპირისპირება პოლიციასთან. ბოლო ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ. საკადრო გადაადგილებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელ სტრუქტურებს შეეხო ცვლილებები. კალიფორნია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში რჩება. არეულობა გრძელდება უკვე მეოთხე დღეა ლოს-ანჯელესში ანტისაიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები მიმდინარეობს. ამჯერად აქციის მონაწილეები იმ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც რეიდების დროს დაკავებული მიგრანტები ყავთ განთავსებული. ამ დროისთვის ადგილზე შედარებით სიმშვიდეა, თუმცა რამდენიმე საათის წინ პოლიციასთან დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ბოთლები, სხვადასხვა ნივთი და ფოიერვერკები ესროლეს. ადგილზე განთავსებულია ეროვნული გვარდიის ცოცხალი ჯაჭვი, რომელმაც მომიტინგეებს უკან დახევა აიძულა. ფედერალურმა ხელისუფლებამ ლოს-ანჯელესში დამატებით ეროვნული გვარდიის კიდევ 2000 წევრის და 700-მდე საზღვაო ქვეთის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. ისინი დახმარებას ადგილზე მყოფ ეროვნული გვარდიის 2000-მდე პირს გაუწევენ. ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის განლაგების გამო დონალდ ტრამპისა და თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგეტსის წინააღმდეგ კალიფორნიის გუბერნატორმა და გენერალურმა პროკურორმა სარჩელი შეიტანეს. მათი განცხადებით ტრამპს ქაოსის შექმნა სურს. სარჩელში საუბარია, რომ მთავრობა შტატის ხელისუფლებისა და რესურსების უზურპაცია უნდა. ასევე აღნიშნულია, რომ ტრამპი და ჰეგეტსი არღვევენ ფედერალურ კანონს, რომელიც ეროვნული გვარდიის განთავსებისთვის გუბერნატორის თანხმობას მოითხოვს. თავის მხრივ კალიფორნიის გუბერნატორს აკრიტიკებს და არაკომპეტენტურს უწოდებს თავად დონალდ ტრამპი, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულია. სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქციები გაიმართა შეერთებული შტატების სხვა ქალაქებშიც. პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა ტეხასის ქალაქ ოსტინში, სადაც ხელმსადენი გაზი გამოიყენეს. სამართალდამცველებმა ათობით დემონსტრანტი დააკავეს. დაპირისპირება იყო დალაშიც, რამდენიმე პირი დააკავეს ნიუ-იორკში გამართული აქციის დროსაც. საიმიგრაციო სამსახურთან საპროტესტო აქცია გამართეს ატლანტასა და ლუისვილშიც. ლოს-ანჯელესში გამართებულ პროცესებში შეფასებები მოყვა. თბილისშიც მმართველ გუნდში პარალელს ავლებენ საქართველოში რამდენიმე თვის წინ განვითარებულ პროცესებზე. მათი განცხადებით, ქართული ოცნების ოპონენტებისთვის, რაც დასაშვებია საქართველოში, დანაშაულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ოპოზიციის განცხადებით კი ლოს-ანჯელესში მიმდინარე პროცესების საქართველოსთან შედარება არასწორია. მათი თქმით, საქართველოსგან განსხვავებით ამერიკაში მოქალაქეების უფლებები დაცულია და საქართველოს მსგავსი სცენარის შემთხვევაში ყველა სამართალდამცავი კანონის წინაშე პასუხს აგებდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, სენატი და კონგრესი მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას დაამასულებელი შტო, რომელიც მათ ინტერესთან არის გამომდინარე და ხარ ვიცი. შეიძლება ქართულ ოცნებას ესეთი ინტერესი იმიტომ აქვს, რომ ბოლო სერიაში ტრამპს შესთავაზონ ხარებას და მისი რაზმის გაგზავნა საზონდეროთ იქა ლოს-ანჯელესში. ლოს-ანჯელესზე მეტად მაინტერესებს თბილისში რა ხდება ამ წუთის მდგომარეობით. ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი უსაფრთხოების სისტემები მიხედავენ რამდენად ლოს-ანჯელესში მდგომარეობა. ნებისმიერი კადრი ავიღოთ, სად ვნახავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში რომელიმე პოლიციას ამომცნობი ნიშნის გარეშე. ან ნიღბით, რომელსაც ვერ ამოიცნობ ვინ არის. და აქ კაცმა არის რუსთაველის გამზერზე ვინ გვარდებოდა ჩვენ. რასაც აკეთებს ამერიკის ახალი ხელისუფლება არის ის რა მოლოდინიც აქვს მოსახლეობას მათგან, რომ მაქსიმალურად დროულად ეფექტიანად უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. როდესაც ხედავენ, რომ ნიღბების გამოყენებით რთულდება საპოლიციო ნაბიჯების გადადგმა, საპოლიციო აქტივობები, მაშინ შემოაქვთ ის ახალი ინიციატივა, რაც ჩვენც განვახორციელებთ. უბრალოდ რაც არ არის ბუნებრივი და რაც არ არის ლოგიკური არის NGO სექტორის გამოხმაურება მაგალითად, ან თუნდაც დიპლომატიური კორპუსის სრული დუმილი. როდესაც აქ შეუძლიათ იგივე NGO სექტორს მიმართავ, ახლა როდესაც ხედავენ, რაც ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქვს თუ არა იგივე პოზიცია, რაც ჰქონდათ საქართველოსთან დაკავშირებით. ანუ ამაზე რატომ არის ხოლმე, რატომ ამახვილებთ ამაზე ყურადღებას? იმიტომ ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არაბუნებრივს, არალოგიკურს არაფერს არ აკეთებს. ექსტრემიზმს ყველგან ერთნაირი სახე აქვს, ძალადობას ყველგან ერთნაირი სახე აქვს და ამ სახეს ჩვენ ხედავთ ხან თბილისში, ხან ბერლინში, ხან
ლოს-ანჯელესში, ხან პარიზში, ხან სად და ხან სად. პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთებს ევროპაში ჰგონიათ, რომ მათ პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილს ესვრიან, ის ცუდია და ქართველ პოლიციელს თუ ესვრიან მოლოტოვის კოქტეილს, ეს კარგი არის და მშვიდობიანი არის. ზოგიერთ ევროპელს გონია, რომ მაშხალების სროლა და შენობების დაწვა ბერლინში ცუდია და საქართველოს პარლამენტს თუ წვავენ ევროკავშირის ბიუჯეტი და დაფინანსებული ადამიანები, ეს კარგი არის. ეს არის ღირებულებითი კრიზისი, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში არის ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, მათ შორის ბრიუსელში და ასეთი შემთხვევები ჩვენ უბრალოდ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ ხანდახან რამდენად უტიფარი არის ხოლმე ზოგიერთი უცხოელის დამოკიდებულება ძალადობის მიმართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება. საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს პრეზიდენტს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ტალიაშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო სექტორსა და აკადემიურ საქმიანობაში. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. იგი 2022 წლიდან დღემდე იკავებდა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციას, ასევე მუშაობდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ხოლო 2018-20 წლებში იყო ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობათა და რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი. თამარ ტალიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის ერთადერთი მეთოდი არსებობს, ეს არის ხელისუფლების ცვლილება. სხვანაირად ორპარტიული პოზიცია, როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტია მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მისწრაფებას და ამ ვითარებაში ჩვენ უბრალოდ წარმოვიდგენთ მიგვაჩნია რაიმე ტიპის არსებით გადატვირთვაზე კონდეს საუბარი. არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, რომლის შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება ურთიერთობის ნორმალიზება და ეს დაკავშირებული არის ქართველი ხალხის მოთხოვნებთან. პოლიტპატიმრების თავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში ნორმალური სიტუაციის დაბრუნება. ის რომ ჩვენ ახალი ელჩი გვეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბუნებრივია ეს არ არის ცალკე განყენებული პროცესი, ეს არის უფრო ფართო პროცესის ნაწილი, რასაც ქვია ჩვენი ურთიერთობის ცდელობა, რომ ჩვენი ურთიერთობები გადავტვირთოთ, როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყველაფერი შეიძლება დაუბრუნდეს, ან უკეთესი გახდეს, ვიდრე აქამდე იყო, მაგრამ ეს არის მცდელობა ორივე ქვეყნის მხრიდან, მათი მხრიდან და ჩვენი მხრიდანაც, რომ ეს ურთიერთობები გადავტვირთოთ. ელჩების როლი, მთავარი ფუნქციაც იქნება სწორედ აი ამ საერთო ინტერესების გამოკვეთა და ამ ინტერესებზე მუშაობა. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს გადაწყვეტილება აგრემანი მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს ელჩით იყოს წარმოდგენილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ჩვენ გვაძლევს კვლავ ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი არის და ჩვენ კვლავ ერთგული ვართ იმ წინადადებისა, რომელზეც უკვე რამდენიმე ხანია ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე, ასე რომ ქალბატონი თამარ ტალიაშვილი, როგორც ელჩი, ამ მხრივ არის ყველაზე კარგი კანდიდატურა. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. გირჩი კვლავ ერთადერთია, რომელიც არჩევნო მარათონში ჩართოს უკვე თვეები ღია და ანონსებს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის სავარაუდოდ ემზადება გახარიას პარტია. სამ ეტაპზე ფიქრის პროცესშია ლელო, სადაც არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან დისკუსიების გამართვის ინიციატივით გამოდიან. ლელოს შეთავაზება, ისევე როგორც არჩევნებში მონაწილეობა კატეგორიულად მიუღებელია სხვა პოლიტიკური ლიდერებისთვის, რაც შეეხება მმართველ გუნდს, ქართული ოცნება საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ, დებატებისთვის არ ვიცი. პოზიციის ცვლილებას ჩვენ არ ვაპირებთ. ეს წესები, რაც ახლა დღეს საქართველოში არის, ეს არის ბიძნეევანიშვილის დაწესება, ხო? რა იცვლება? ანუ რის გამო უნდა შევიცვალოთ პოზიცია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აქვს უნიკალური გეგმა? არ მჯერა. ამ ვითარებაში ახლა რა მაქვს სადებატო? დიალოგი, კი ბატონო, ვისაუბროთ, რომ ხალხმა გაიგოს ვისკენ არის სიმართლე, ვისკენ არის არგუმენტი. მაგრამ აქაც პრობლემას ვხედავ. ამდენი ხანი ამბობენ, რომ გავხსნათ დისკუსია. კი ბატონო, გახსნეს დისკუსია, მაგრამ ერთ-ერთში არ შეიძლება ორი სხვადასხვა მოსაზრების პოლიტიკური ორგანიზაცია მოხდეს. ჯერჯერობით ვერ ვახერხებ ლელო უარს ამბობს.
ნებისმიერი ფორმატის საჯარო დისკუსიაში. თუ არჩევნებში არ ღებულობ მონაწილეობას, არ ცნობ ხელისუფლებას და არ მიგაჩნია რომ მას არ შეუძლია ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება, შეუძლია ემზადებოდა რევოლუციისთვის. და ამ შემთხვევაში ერთადერთი ლოგიკური სცენარი არის რევოლუციური სცენარი და მე ვინაიდან ამას ვერ ვხედავ ჩვენს კოლეგებში და ასეთი ტიპის მცდელობები არ არსებობს ამ ქვეყანაში, მიმაჩნია რომ სრულად უაზრობა არის არჩევნებში ამ მონაწილეობაზე უარის თქმა. 4 ბარიერ გადალახული პარტიიდან მოფერებით გამარჯვებულებს რო ეძახიან საკუთარ თავს. 2 ღებულობს მონაწილეობას, 2 დანარჩენი 2 კი იმას აგინებს, ვინც მონაწილეობას ღებულობს. ეს ყველაზე ცუდი ტაქტიკა არის. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ თავს მივხედოთ, ჩვენ მოუწოდებთ ყველას მსჯელობისკენ, აზროვნებისკენ, ანალიზისკენ, საერთო ძალისხმევისკენ და რა თქმა უნდა, მივიჩნევთ, რომ ყველა ასეთ ფუნდამენტურ კრიტიკულ მომენტში ჩვენ გვართებს განსაკუთრებული სიფხიზლით ამ მსჯელობა. ჩვენ ხელი გავუწოდეთ ყველა კოლეგას, უკვე დაწყებულია კონსულტაციის ძალიან საინტერესო პროცესი, რომელშიც ჩვენ შესული აბსოლუტურად ყველა, ვისაც აინტერესებს რა არგუმენტებს განვიხილავთ, არის მოწვეული იმისათვის, რომ განიხილოს ჩვენთან ერთად ეს ყველაფერი. ჩვენ ჯერ არ ვიცით რა კონფიგურაცია იქნება, შეიძლება 8 პარტია დაშალონ, შეიძლება ერთად გაერთიანონ, თუმცა უფრო იკვეთება, რომ ფსონსდებენ ლელოზე და ბატონ გახარიაზე, იქიდან გამომდინარე ნაციონალური მოძრაობა როგორც ბრენდი იმდენად სამარცხვინოა, რომ გარე უფროსები ხვდებიან, რომ ამაზე ფსონის დადება არის შეუძლებელი, თუმცა ისინი თუ ვერ დარწმუნდებიან იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობის ხმებს წაიღებს ლელო და გახარია, პირადად მე დარწმუნებული ვარ, მაშინ ისინი აიძულებენ კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობასაც და ბატონ გვარამიასაც, რომ მათაც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. რამდენადაც ეს შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ყველას, ვინც ამ პრინციპებს დაიცავს. ხოლო დანარჩენი რა თქმა უნდა ჩვენთვის არ იქნება მისასალმებელი ის მოწოდებები, როგორ მოუწოდებენ ერთმანეთს, უფრო მეტი რადიკალიზაციისკენ, უფრო მეტი პოლარიზაციისკენ და მაქსიმალურად იმისკენ, რომ უარყონ არჩევნები, უარყონ დემოკრატიული პრინციპები. და საბოლოო ჯამში უარყონ თავიანთი თავები როგორც პოლიტიკური პარტიები. ამიტომ ეს რადიკალიზაცია ახალი არ არის, არც უჩვეულოა, არც რაიმე გასაკვირია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ეს მათი ხელწერა, მათი ნიშა დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში. იმედია, სხვებს ეყოფათ იმისი სიმამაცე, სითამამე, არ ვიცი, კიდე რა შეიძლება დავარქვათ, გამძლეობა, რომ თავი დააღწიონ აი ამ რადიკალიზაციის წრეს. საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველო ბოლო დროს სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მათი განცხადებით სასამართლო დარბაზები პროვოკაციების ეპიცენტრად იქცა, სისტემურად ირღვევა ქცევის წესები. ხშირია მოსამართლეების, პროკურორებისა და მანდატურების შეურაცხყოფა და ფიზიკური თავდასხმა. მოძრაობის დამფუძნებლები ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებები მხარდაჭერილი და წახალისებული ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ელჩის მხრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთიანი ნეიტრალური საქართველო მიმართავს ხელისუფლებას აღკვეთონ და მოაწესრიგონ სასამართლოებში არსებული უკონტროლო სიტუაცია და უზრუნველყონ წესრიგი სასამართლო პროცესებს. სისტემატურად ირღვევა სასამართლოში ქცევის წესები. კოლექტიური ნაცმოძრაობის აქტივისტები არ ერიდებიან მოსამართლეების, პროკურორების მანდატურებისა თუ სხვა სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფას და ხშირ შემთხვევაში მათზე ფიზიკურ თავდასხმასაც კი. ყოველივე ეს შეგვიძლია დავინახოთ ერთ კონტექსტში, რაც საერთო ჯამში სასამართლოს დისკრედიტაციას, მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პროცესების რადიკალიზაციას ასახავს. მოუწოდებთ ხელისუფლებას დაასრულოს ეს უკონტროლო ვითარება, აღკვეთოს ნაცაქტივისტების მიერ მოწყობილი ბაქხანალია და კანონის გამკაცრების, ასევე მისი ეფექტიანობის აღსრულების გზით უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე. მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების კოორდინაციით ბოლო დღეებში ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 21 მოქალაქე გააძევეს. გაძევებულია თურქეთის, რუსეთის, ეგვიპტის, ირანის, თურქმენეთის, კოლუმბიის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიისა და ნიგერიის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლას აკრძალვა დაუწესდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების მომზადება, მარიხუანასა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა ედებათ. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, ისრაელის და ეგვიპტის მოქალაქეები. დანაშაული 20 წლამდიან უბადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საკადრო ცვლილებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილედ ვაკანტურ პოზიციაზე მარიამ ტაბაძე დაინიშნა, რომელიც ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ეხო. აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილი რომან ქარცივითზემ შეცვალა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურას კუპატაძე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა, მის ადგილს კი დავით კიკნაძე დაიკავებს. ამასთან თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ბაჟაშ ცირაძე, ლევან მაისურაძე კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს დაიკავებს. რაც შეეხება რეგიონებს, კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ამერიდან ლაშა გოგნიაშვილი უხელმძღვანელებს, მანამდე კი ამ თანამდებობაზე თეიმურას კალანდაძე მუშაობდა, რომელიც საქმიანობას მცხეთა მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში განაგრძობს. ცვლილებებია სხვა რეგიონებშიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საკადრო ცვლილებების სისტემის გაძლიერებას ემსახურება. საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23 ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა წვრთნა შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. წვრთნა შეფასების პროგრამის მიზანს ქვედანაყოფის ტაქტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება და შეფასება წარმოადგენდა. სწავლება ორ ფაზად ჩატარდა, პირველი ფაზა დაგეგმვას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც ბატალიონის შტაბს შესაძლებლობა ჰქონდა აქტიურად ჩართულიყო ოპერაციების დაგეგმვის და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დაქვემდებარებული ქვედანაყოფები კი მართვის პროცედურების მიხედვით მოქმედებდნენ. მეორე ფაზა აღსრულების ეტაპი იყო, რომელიც ნორიოსა და მარტყოფის საცვნელ არეალში განხორციელდა. კულმინაციური სწავლება ბატალიონმა ბაზიანის ტერიტორიაზე ჩაატარა, სადაც ტაქტიკურმა ჯგუფმა შეყოვნების წმენდი, ზურგში ჩარჩენისა და თვით გადარჩენის ოპერაციები ჩაატარა. პირველი ფაზა მოიცავდა დაგეგმარებას, სადაც მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის შტაბი და ქვემდებარებული ქვედანაყოფები. აღსრულების ფაზაში ქვედანაყოფი გადასროლილი იქნა სხვადასხვა მიმართულებაზე, ეს იყო დასახლებული პუნქტი ნორიოს, ვაზიანის, მარტყოფის მიმართულებებზე, სადაც სხვადასხვა ტაქტიკურ დავალებებში ქვედანაყოფმა შეასრულა დავალებები წარმატებით. პირადმა შემადგენლობამ მაქსიმალურად დადო მაღალი შედეგი. აჩვენა ბრძოლის მაღალი ხარისხი და შესაბამისად ის მოთხოვნები, რაც იყო მათზე დაკისრებული, შეასრულეს მაღალ ხარისხოვნად. ნატო საქართველოს ცნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრმა ცნაშეფასების პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა მორიგ როტაციას, კონკრეტულად კი მეორე ქვეითი ბრიგადის 23 ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფს, რომელმაც სწავლების მიმდინარეობის პროცესში ოპერაციები დაგეგმა, მოამზადა და აღასრულა სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოყენებით, სადაც სრულყოფილად მიაღწია სწავლების მიზნებს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთი ნატოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად 5 წელიწადში მზად იქნება. მარკ რუტე აცხადებს, რომ რუსეთი 3 თვეში აწარმოებს საბრძოლო მასალების იმ რაოდენობას, რასაც ნატო მთელი წლის განმავლობაში. რუსეთი ნატოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად 5 წელიწადში მზად იქნება. რუსეთი 3 თვეში აწარმოებს საბრძოლო მასალების იმ რაოდენობას, რასაც ნატო მთელი წლის განმავლობაში. რუსეთმა ძალები გააერთიანა ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან. ისინი აფართოვებენ შეიარაღებულ ძალებსა და შესაძლებლობებს. პუტინის სამხედრო მანქანა შენელების ნაცვლად სწრაფდება. რუსეთი თავის ძალას ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებით აღადგენს. უფრო სწრაფად აწარმოებს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე გვეგონა. თავს ნუ მოვიტყუებთ. ახლა ჩვენ ყველანი აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ. რუსული რაკეტების ახალთაობა შეუძლია იფრინოს სიჩქარით, რაც ბევრჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს. ევროპის დედაქალაქებთან დისტანცია რამდენიმე წუთის საკითხია. აღარ არსებობს აღმოსავლეთი ან დასავლეთი. არის მხოლოდ ნატო. რუსეთი უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას განაგრძობს. ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმისას დაიღუპა 1 ადამიანი, არიან დაშავებულებიც. რუსული არმია დრონები დაესხა თავს კიევს, სადაც 7 რაიონზე მიიტანეს იერიში. დაშავებულია 4 პირი. ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მოკროვის, კურსკისა და სუმის მიმართულებებზე გრძელდება.
ამერიკასა და ირანს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 15 ივნის ომანის დედაქალაქში გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა პრეს-სპიკერმა ისმაილ ბაღაემ ტელეგრამში გაავრცელა. ირანთან დაკავშირებით თეთრ-სახლში გამართული ღონისძიების დროს კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპმაც, რომელმაც თქვა, რომ ირანთან შეთანხმების გაფორმებაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანული მხარე კარგი, თუმცა ხისტი მომლაპარაკებელია. ტრამპის თქმით, ირანი ითხოვს ისეთი საკითხების გადაწყვეტილებას, რის გაკეთებაც ვაშინგტონს არ შეუძლია. ამერიკის პრეზიდენტის ინფორმაციით ირანს ასევე არ სურს უარი თქვას ურანის გამდიდრების შესაძლებლობაზე, რასაც ვაშინგტონი ვერ დაუშვებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს. ნიცაში კონფერენციაზე საუბრისას ემანუელ მაკრონმა პოლიტიკურ პარტიებს ერთად მუშაობისკენ მოუწოდა. პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა ჩამოაყალიბონ უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში, უნდა აჩვენონ, რომ შეუძლიათ ერთად მუშაობა, როგორც ჩვენი მეზობლები აკეთებენ, განაცხადა მაკრონმა. ამასთან მისი თქმით, ის აღარ გაიმეორებს იმავე ხრიქს, როგორც ეს შარშან პარლამენტის დაშლით და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით გააკეთა, რომლის შედეგებიც მისთვის არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა. ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრში სროლა იყო. თვითმხილველების განცხადებით, ცეცხლი ჯერ პალესტინელმა შერაღებულმა პირებმა გახსნეს, რომელთაც ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელი ამარაგებს. შემდეგ კი ისრაელის შერაღებული ძალების წარმომადგენლებმა. დაღუპულია 6 და დაშვებულია 100-მდე ადამიანი. თვითმხილველები ყვებიან, რომ პალესტინელი შერაღებული პირები სამოქალაქო ფორუმებში არიან ჩაცმულები და ისრაელის ძალებთან ერთად მოქმედებენ. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით განიხილება. ცვლილებების მიხედვით შემუშავდება სარეგისტრაციო სისტემა, სადაც სავალდებულო იქნება შინაური ცხოველის რეგისტრაცია. ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება, შესაბამისი ნიშნის დადებით ცხოველის იდენტიფიცირება და პატრონის მიკვლევადობა უზრუნველყოს, ხოლო ძაღლის მიტოვება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დაისჯება. მრავალბილიან კორპუსში თითო ოჯახში დასაშვები იქნება არაუმეტეს 3 ძაღლი და 3 კატა, მათი გამრავლება კი მხოლოდ სპეციალურ საშენ დაწესებულებებში იქნება ნებადართული. ეს რეგულაცია არ ეხება კერძო სახლების მფლობელებს. ახალი კანონპროექტი იგრძელავს შემგროვებლობას, ეგრეთ წოდებული კოლექციონერები ამ შემთხვევაში ცხოველების ჩამორთმევით დაისჯებიან. კანონპროექტი ჯამში 17 მიმართულებას არეგულირებს, მათ შორის ყველა მუნიციპალიტეტსა და ადგილობრივ დონეზე უნდა იყოს უზრუნველყოს სტერილიზაცია, კასტრაციის სერვისი და მიუკედლებელი ცხოველებისთვის თავშესაფრები აშენოს. რეგულაციების დაცვით შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცხოველის აყვანა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ქუჩაში გაგდებული ძაღლების, ასე ვთქვათ, საკითხი და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაწესდეს მკაცრი სანქცია ყველა იმ მეპატრონისთვის, რომელიც ერთის მხრივ უკონტროლოდ აშენებს ცხოველებს და შემდგომ იშორებს და ქუჩაში ყრეს. საკმაოდ დიდი ჯარიმაა ამისთვის დადგენილი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთიანი ელექტრონული ბაზა, სადაც ჩვენ კანონის ამოქმედებიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში მოგვიწევს, რომ დავარეგისტრიროთ ან ხელახლა გადავარეგისტრიროთ ჩვენი ცხოველები სპეციალური ჩიპისა და საჭდის გამოყენებით, რაც საბოლოო ჯამში ცხოველის მიკვლევადობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მკაცრდება, ასე ვთქვათ, მოთხოვნები და რეგულაციები ძაღლების და კატების გამრავლებასთან მიმართებით, მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრირებულ საშენს ექნება გამრავლების უფლება და სახელმწიფო ზუსტად ეცოდინება, ვინ არის ის სუბიექტი, ვინ ცხოველს ამრავლებს. ასევე ცხოველი ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ხვდება თავის ცხოვრების ციკლის განმავლობაში, იქნება ეს ვეტკლინიკა, კინოლოგიური დაწესებულება, სასტუმრო თუ ნებისმიერი სხვა დაწესებულება, ყველა შემთხვევაში უნდა იქნეს შემოწმებული, არის თუ არა რეგისტრირებული ერთიან მონაცემთა ბაზაში. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი 70-ზე მეტი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. სოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხედვა და პოლიტიკა გააცნო. მან ასევე გააზიარა ინფორმაცია იმ ხარვეზების შესახებ, რაც სხვადასხვა ობიექტის მონახულებისას გამოიკვეთა. თავის მხრივ სამშენებლო კომპანიებმა სამინისტროს გუნდს კერძო სექტორში არსებული გამოწვევები და ურთიერთთანამშრომლობისთვის აუცილებელი საკითხები გააცნეს.
გავაცანეთ ის გეგმები, რაც გვაქვს და მათი მხრიდან მოვისმინეთ ის პრობლემები, ის წუხილები, რაც მათ გააჩნიათ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით. ჩვენი ეს კომუნიკაცია იქნება მომავალშიც და ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ერთის მხრივ სახელმწიფო მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი დროულად და მეორეს მხრივ ხელი შეუწყოთ ამ სექტორის განვითარებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში. გვინდოდა რომ ამ პრობლემებთან დაკავშირებით გვესაუბრა ღიად და ძალიან მაყოფილები ვართ კონტრაქტორები, იმიტომ რომ ბევრ პრობლემაზე იქიდან მხრიდან ჩვენ მხრიდანაც არის რა თქმა უნდა პრობლემა, მაგრამ ეს სისტემა არის ზოგადად გასაჯანსაღებელი და ამასთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრეთ. ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველი ქორეოგრაფის თემურ ჩხაიძისა და ანსამბლ შევარდენის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა. მანამდე რუსთაველის თეატრში ბავშვთა ანსამბლის კონცერტი გაიმართა. საღამოს მხარდამჭერების სხვა ორგანიზაციებთან ერთად ეროვნული სასახლე, კულტურის პალატა და რუსთაველის თეატრი იყვნენ. საზღვრო ემოციების ქვეშ ვარ. ეს არის ჩემი ცხოვრების გზის არც ისეთი სილამაზით და სიხარულის აღსავსე გზით, არამედ ეს არის ხანდახან ეკლიანის, მაგრამ მაინც შეჯამება იმ ჩემი შრომის რომელიც მე გავწიე ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლ შევარდენს და მის უცვლელ ხელმძღვანელს ბატონ თემურ ჩხაიძეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ვარსკვლავი. ვფიქრობ ვარსკვლავის გახსნა ეს არის დაფასება იმ დიდი წვლილისა და შრომისა, რაც ბატონმა თემურმა გასწია ამ სასახლის კედლებში 27 წლის მანძილზე. მე მინდა მას ღირსეულობა და მომავალი წარმატებები უსურვო. მომბე ამ დროისთვის დასრულებულია მე 15 საათზე და აგიბრუნდებით, თქვენ კი არ გადართოთ ბიზნეს პარტნიორი იწყება.